სიტუაცია ესეთია. მერაბდვალიშვილი გოუთია, ჯონ ჯოუნსი ჩმორია, ილია ტოფურია კიდევ უფრო გოუთია და ასე შემდეგ. მოგესალმებით საბრძოლო ხელოვნების და ცემატყების მოყოლებულ ხალხო. აგერ დილის 5-ის ნახევარია. არ მეძინება და ცოტა რაღაც MMA-ის აქტუალურ მოვლენებზე ვისაუბროთ. მოდი დავიწყოთ ჩვენი ქართული გოუთებით, ვიზეც მარამარდა ქართველები უკვე მთელი სოფლიო ლაპარაკობს. ქართულ MMA-ის გულშემატკივრებს ზოგადად ძალიან კაი დრო გვაქვს ხა. და იმ დღეს ესეთ რაღაცას ვფიქრობდი რა. მე მგონი ამ მომენტში ჯერ კიდე კარგად ვერ ვაფასებთ, ეს სპონსორი არა ბოჟომი უბრალოდ მიჭირავს. მე მგონი ჯერ კიდე ვერ ვაფასებთ თუ რამხელა და როგორ მაგარ მოვლენასთან გვაქვს საქმე MMA-ის ფანებს, ქართველებს. იმიტომ რომ იმ დღეს ვფიქრდებოდი და ეხლა წარმოიდგინეთ. ადრე თუ გვიან როცა ეს ჩვენი ქართული UFC მოჭმურების ნაკადი წავა, როცა თოფურია დაამთავრებს კარიერას და თვალიშვილი დაამთავრებს კარიერას, ძალიან რთული იქნება რომ აი ის დანაკლისი შეივსოს. წარმოიდგინეთ ანუ უკვე რას მიგვაჩვიეს თვალიშვილმა და თოფურიამ, რომ თვალიშვილი თავის წონის გოუთად ითვლება, თოფურია განიხილება უკვე ერთ-ერთ ყველა დროის გოუთად და pound for pound-ში უკვე ნომერ 1-ზეა. და ცოტა შემეშდა კიდევაც იმ მომავალი, სადაც თოფურია და თვალიშვილი ამთავრებენ კარიერას და ცოტა სიცარიელი რჩება ჩვენ MMA-ის მოყოლების გულში ქართველებს კი არა, რაყელებო წინადება ვაწყე რა არის. და ცოტა შემეშდა ამ ფიქრად, სიმართლე ვიგიცხოთ, წარმოიდგინეთ აი ილია თოფურია და მერაბდვალიშვილი რომ დაამთავრებენ კარიერას. ძალიან რთული შესავსები იქნება ის დანაკლისი, რაც ჩვენ გაგვიჩნდება ქართულ გულშემატკივრებს. წარმოიდგინეთ, რას მიგვაჩვიეს ამ მოჭმრებმა. ძალიან სასწაული მოვლენაა ის და მგონია რომ აი რაც არ უნდა ხვდებოდეთ რომ ძალიან მაგარი მოვლენაა, კიდე მაინც ბოლომდე ვერ ვიაზრებ თუ როგორი სიგიჟეა რომ მერაბდვალიშვილი თავის წონაში უკვე უდაოდ საუკეთესოა და არა მარტო თავის წონაში, უბრალოდ შეგვიძლია გამოვიხილოთ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლადაც მერაბდვალიშვილი. და თოფურიაც რა თქმა უნდა ულაპარაკოთ იგივე დონეზე თუ არა უფრო მაღალზე. თოფურიას მე ადრეს დიდი ხანი ვიძახდი და უკვე ამას ყველა ხედავს რომ უდაოდ შეიძლება გახდეს MMA-ის ყველა დროის საუკეთესო. და აი ზუსტად ამიტომ იქნება რთული მათთვის დამშვიდობება როცა ის მოგვიწევს. ანუ არ გულისხმობ მარტო თოფურიას და თვალიშვილს, მაგრამ მე გულისხმობ ამ ნაკადს ახლა. შემიძლია ალექსანდრე თოფურიასაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რომ ძალიან დიდი შედეგები დადოს. მაგრამ ანუ ამ ნაკადს ვათქვი ალექსანდრე თოფურიასაც. შემიძლია კიდე ძალიან ბევრ სახალხობას შემოგთავაზებ და შეიძლება რაღაც დროით ის დანაკლისი ალექსანდრე თოფურიამაც თავისუფლად შეავსოს. მაგრამ როცა ორივე თოფურია და თვალიშვილი წავლენ, ну, ალბათ უნდა გაუსწოროთ სიმართლეს თვალი და ეხა ამ მომენტში სხვა ქართველი მებრძოლები როგორიც არიან გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე და всё მეტი არ გყავს მე მგონი ამ მომენტში, ვერ ვიტყვით რომ არიან ჩემპიონობის მატერიალი მოჭმრები. რა თქმა უნდა ძალიან გვესიამოვნება და მეც ძალიან გამიხარდება რომელიმე ჩემპიონი არის, მაგრამ ალბათობა ამის ძალიან მცირეა. რა თქმა უნდა იმას არ გამოვირთხო რომ ნელა მოემატება UFC-ში ქართველი მოჭმრები და ამის დიდი იმედი მაქვს, მაგრამ მე ამ დანაკლისში გულისხმობ თუ რა დონეს მიგვაჩვიეს ქართველმა მოჭმრებმა. და მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ ხაც ძალიან გვიხარია და ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, მომავალში უფრო დავაფასებთ აი ამ დღეებს და აი ამ მოგონებებს, როგორც ყველაფერი კარგ ცხოვრებაში. მოდი ძალიან გლოვა და მოთქმა და ეგეთი ვიდეო არ გამოვიდეს, ვილაპარაკოთ ამ მომენტში რა ხდება, სამ ხდება. ილია თოფურიამ კომაში გაუშვა ჩარლს ოლივეირა და მის შემდეგ გამოიწვია პადი პიბლეტი. სიმართლე გითხრათ, ჩემი პირველი ემოცია როცა პედი პიბლეტზე გადავიდა კადრი იყო, რა პედი პიბლეტი, აი რა შუაშია პედი პიბლეტი. აი პედი პიბლეტი ჩემთვის არის რაღაცა, აი არ ვიცი რა დაუცახო, ჩუსტრი. აი ძველი ლურჯი ჩუსტები რო იყო, ხო იცით, აი ძალიან გამძლე რო იყო. აი გაჩემს პედი პიბლეტი, უბრალოდ გამძლე და სხვა დიდად არაფერი. ის ჩუსტიც ხო მაგარი იმიტომ იყო რომ გამძლე იყო, თორე დიდი არაფერი ჩუსტი არ იყო, აი გაჩემს პედი პიბლეტი. რეალურად მაგ წონაში ჩემი აზრით სარუკიანზე მეტად არავიდან არ მსახურებს ახლა ტაიტლ შოტს. ანუ მიიღავს პედი პიბლეტს დამარცხებული ბოლოს სამ ჯგუფში. მომაკვდავი ტონი ფერგუსონი დაამარცხა 50 წლის ბობი გრინი და ხისთავიანი ჩენდლერი. რეალურად თუ ვინ მიმსახურებს ახლა ილიას წონაში კამარზე ჯგუფს არის უდაოდ არმან სარუკიანი. მაგრამ სარუკიანმა გააბრაზა დენაბიძია, როცა წონა ვერ ჩააბარა თუ ზურგი იტკინა თუ რაღაცის გამო ჩაეხსა ისლამთან ჯგუფს. ამიტომ არის რომ აშკარა შემდეგი ნაბიჯი არ არის ეს ჯგუფი, თორე რეალურად რო შევხედოთ მაგ წონაში არმან სარუკიანი უდაოდ ნომერ პირველი კონტენდერია. ეს ჯასტინ გეიჯის კიდე მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაგრამ ევასება ჯასტინ გეიჯი, რა ტაიტლ შოტი და ჯასტინ გეიჯი, ანუ შეიძლება მართლა მოკლას თოფურია გეიჯი. ძალიან მიყვარს გეიჯის შუბების ყურება და სულ გულშემატკივრო, მაგრამ მოდი არ გვინდა ახლა იმაზე საუბარი რომ გეიჯი და თოფურია უნდა შედგეს, ეს სისულელია უბრალოდ. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც პედის და ილიას შუბი ჰაიპში არის რომ რაღაც ისტორია აქვს და თან პედის ასე თუ ისე სახელი აქვს. თორე რეალურად რო შევხედოთ, შემდეგი ჯგუფი უნდა იყოს ილია და მახაჩევი პირველ რიგში
ეგ თუ არა, რადგან ეხლა სხვა წონაშია მახაჩები, უნდა იყოს ილია და ცარუკიანი, თუ ამ წონაში ვჩებით და ილია და ცარუკიანის მოგებული ანუ ილია, მე უნდა შეხვდეს გეიჯისა და პედის შორის მოგებულს, ეგ იქნება ყველაზე ლოგიკური. მაგრამ თუ მაინდა-მაინც პედისთან ჩაინიშნეს, ეგეც არის პრობლემა. ბევრი ფეიფერული გაიყიდება და ძალიან მალე მოაკეთინებს იმ უაზრო ტიპს. თვალიშვილის კი რო გადავიდეთ, თვალიშვილი კიდე სხვა სიტუაციაშია, აღარ დარჩა არა ვინმე არ უთრევია და რა უნდა ქნას. საინტერესოა ისე რატო არ განიხილავს საერთოდ მაღალწოვანში ასვლის ვარიანტს. რა თქმა უნდა, პირველ ლოგიკური მიზეზი ისაა, რომ კარგი ურთიერთობა აქვს ვოლკანოვსკისგან, რაც თქვა მიაქვს, მაგრამ ანუ მოიშორა ყველა უკვე თავის ზონაში და მე მგონია რომ საკმაოდ ფულს შეთავაზებდნენ და საკმაოდ დიდი ჰაიპი ექნებოდა თვალიშვილის და ვოლკანოვსკის ჯგუფს. და მაგ ჯგუფში საერთოდ არ იქნებოდა უშუალოდ მერაბი. თვითონ ვოლკანოვსკი ვთქვათ, რო ვწდები ახლა ხან, რომ მეც მევასება მერაბი რაღაცა, მაგრამ რა იცი, რამდენი ფულს თავაზობენ, ანუ ბოლომდე უარყოფილი არა აქ ეს იდეა ვოლკანოვსკის თავის თავში და მერაბისაც საინტერესო უნდა იყოს ეს ჯგუფი, იმიტომ რომ მის ერთი დავაწონაში დაახლოებით იგივე სიტუაციაა, როგორც მერაბთან. ბრაზილიელი მოჭკვარი პანტოჟა, რომელმაც თავის ზონაში უკვე ყველა ათრია და თავის ზონაში უკვე ყველა დროის საუკეთესოდ მიიჩნევა. ისიც გასიტუაციაში როგორც მერაბი, ყველას მოუგო, მაგრამ არ განიხილავს ერთ წონით მაღლა ასვლას. ამიტომ ძალიან საინტერესოა მაგ წონებში როგორ გამვითარდება მოვლენები. კიდე ერთი საინტერესო თემა. მე ვიდეო მინდებს ჩემ არხზე მეორე ვიდეო თორსები, რატომ ეშინია ჯონ ჯოუნს და მასპინალის. და იქ იყო თორსები ერთი კომენტარი, რომ რა ჯონ ჯოუნს ეშინია და ჯონ ჯოუნსი გოუთია და მასპინალთან ეხა ჩაინიშნება ჭუბი და მოუგებს და აჰა და ჩემი ფეხები. ჯონ ჯოუნსის გოუთობის იმიჯი ჩემი აზრით ძალიან ბევრი რაღაც სულის. იმას რომ თავი გამომებოთ თუ პირად ცხოვრებაში როგორი აუტანელი ადამიანია, რამდენი კრიმინალური кейსია მის წინააღმდეგ მაგალითად თავი რო გავანებოთ, როგორც სპორტსმენის შეგვიძლია გავაკრიტიკოთ. ჩაგდებული დრაგ ტესტები ძალიან ბევრს მეტყველებს. სპორტში სადაც ერთ-ერთზე უპირისპირდები ადამიანს და შენი თავარი მიზანია რომ მას ზიანი მიაყენო და ტკივილი მიაყენო, აი ეგეთ სპორტში ძალიან დიდი ბოდიში და პროჭობაა, როცა არალეგალურ საპლემენტებს იყენებ. ერთი რაღაცაა, როცა მაგალითად მორბენალი იყლებს, ასე რომ ვთქვა, სტეროიდებს. მორბენალმა შეიძლება რაღაც რეკორდი მოხსნას, ყველა სწრაფად ირბინოს იმის გამო, რომ რაღაც არალეგალური საბსტანციები გამოიყენა, მაგრამ როცა გაირკვა, რომ მორბენალმა წესები დაარღვია, მას ეს შედეგი ჩამოერთვება და რეკორდი გაუქმდება და ასე შემდეგ. მაგრამ როცა ხარ მოჭუბარი, შენ ადამიანის ჯანმრთელობას ცვლი, შენ შეიძლება ისეთი ზიანი მიაყენო ჭუბისთვის ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება გაყვება. ამიტომ ვთქვი, რომ გაცილებით უფრო დიდი დონის არაკაცობაა, როცა არალეგალურ რაღაცეებს იყენებ სპორტში, სადაც მეტოქი უნდა დააზიანო ფიზიკურად. მოკლედ ჯონ ჯოუნსის როგორც მინიმუმ heavyweight-ში ლეგასი არაფერს ანიშნავს ჩემთვის. ჯერ სან ფრანსისკო განო იყო ჩემპიონი, შეგახსენებთ, რომ კაიხანი წონას იმატებდა და მაგიტო ვერ ჩხუბობდა. ანუ მაცადე თუ წონა ხომ უნდა მოვიმატო, რომ ავიდე heavyweight-შიო და მერე ვიჩხუბებო. იმატებდა წონას, ვერ მოიმატა, წავიდა მერე ფრანსისკო განო და მერე ჰოპ მოიმატა. ეჩხუბა ძალიან ერთგანზომილებიან ცირელ განს, რა თქმა უნდა მოუგო. და მე ეჩხუბა პენსიონერში ტიპო მიოჩით, რომელსაც ჩხუბი არ ქონდა 5 წელი ლამის მოგებული. ეჩხუბა იმ ტიპე მიოჩით, რომელიც ფრანსისკო განოს ბოლოს დავნაკაუტებული ყავდა. ჩემი მოგზაურებული აზრით, heavyweight-ში ჯონ ჯოუნს ფრანსისკო განოს დაამარცხებდა და ტომას პინალიც. ჯონ ჯოუნს რო heavyweight-ში საერთოდ არ მოსულიყო. ან რომ ამოვიდა და სრილგანი დაამარცხა, მაშინ დაესრულებინა კარიერა, კიდევ ვერაფერს ვერ ვიტყოდით, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამდენი ხანი სან ფრანსისკო განო იყო ჩემპიონი, არ ამოვიდა და რო ამოვიდა ინტერიმ ჩემპიონს ტომას პინალს. ამდენი ხანი არ ეჩხუბა. წარმოგიდგეთ, ჩემი ვიდეო ჯონ ჯოუნსი და სპინალს არის 7 თვის წინანდელი. მან თუ გაინტერესებთ უყურეთ და უფრო კარგად ვთქვი, რატო გაურბოდა ჩემი აზრით ჯონ ჯოუნსი. და მაგ ვიდეოს კიდე გასცემთ უფრო მეტი მიზეზი მიემატა, მაგრამ ამაზე ლაპარაკს უკვე აზრი აღარ აქვს. აქამდე არ იყო ეგეთი შემთხვევა დაფიქსირებული, რომ ჩემპიონს ეჩხუბა ვიღაც მოჭუბართან. როდესაც აგეთ ინტერიმ ჩემპიონი ყავდა. მაგრამ ინტერიმ ჩემპიონი როგორც ვიცით არის ესეთი რამ. თუ ჩემპიონი რაღაც დრო ვერ ჭუბობს, შემოდის დროებითი კამარი, რომ ეს დივიზიონი, რომ ეს წონით კატეგორია გაჭრილი არ იყოს, ესე ვთქვათ. და ანუ ეს დროებითი კამარი გარანტია იმის, რომ ჩემპიონს როცა შეიძლება ჭუბი, თქვენ ორი დაუპირისპირდებით და გაირკვევა ერთი ნამდვილი ჩემპიონი. რამდენჯერ ვთქვი უკვე ჩემპიონი. მოკლედ აღარღეს მგონი ჩაღრმავება, წავიდა ჯონ ჯოუნსი. ისე ახლა გამახსენდა რომ დიდხნიანი არ აღმოჩნდა თლად ჯონ ჯოუნსის კარიერის დასრულება, რადგან ალბათ ნახავთ ახალ ამბებს, სადაც დონალდ ტრამპმა დაანაუნსა, რომ ის აპირებს UFC-თან თანამშრომლობით თეთრი სახლისკენ ჩაატარონ ივენთი.
აბსოლუტური სისულელე ჩემ მე თუ კითხავთ. და სწორედ ამის გამო დაწერა ჯონ ჯოუსმა რომ ძალიან სიამოვნებოდა რომ თეთრ სახლში ეჩუბა და რაღაცა იადია. სწორედ ამიტომ დატვირთა ჯონ ჯოუსმა რომ ბრუნდებოდა იმ დოპინგ ტესტის აულში. რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს მოჩუბარმა რომ ბრძოლის უფლება ჰქონდეს. ასევე სხვა შორის დღეს დაიდო კლიპები ერთ-ერთი პოდკასტიდან, უბრალოდ არ ვიცი რამდენად ამოვანათებ ახლა. სადაც დენა ვაიტი ამბობს რომ არის შესაძლებლობა რომ აი მაგ თეთრი სახლის ივენტზე ერთ ქარდზე იჩხუბონ ჯონ ჯოუსმა და კონორ მაკგრეგორმა. მაგრამ რაც უნდა კარგად ჟღერდეს, აი თითქმის ბოლომდე დარწმუნებული ვარ რომ ეგ რაღაც არ მოხდება. ერთი საერთოდ ეჭვმეპარება რომ მართლა ჩატარდება თეთრ სახლთან UFC-ს ივენთი. და ორმა გადაჭვმეპარება რომ ერთ ქარდზე ჯონ ჯოუსი და მაკგრეგორი იქნებიან. საერთოდ იმაში ეჭვმეპარება რომ რომელიმე მაინც იქნება მაგ ქარდზე ჯონ ჯოუსი და მაკგრეგორიდან. მაკგრეგორიც ჯონ ჯოუსივით რამდენი ხანი უნდა დაბრუნებული იყო და 3 წელი გაამაზინა საწყალ მაიკლ ჩენდლერს. მოდი პატარა ბოლო თემას და დაგტოვებთ. გვიახლოვდება დასტინ პორიეს ბოლო ჩხუბი კარიერის და ეს ცოტა რთული ჩხუბია ფანებისთვის, რადგან მოგესალმებით ჩხუბება მაქს ჰოლოვეის და დასტინ პორია და მაქს ჰოლოვეი ორივე არიან ისეთი მოჩხუბები, რაც ძალიან ბევრ გულშემატკივარს უყვარს და დიდად ჰეითერები რო არ ყავთ. უცუდი ისაა, რომ ორი სავარაუდო დასასრული აქვს მაგ ჩხუბს. ორი ვარიანტია. ან მაქს ჰოლოვეი წააგებს, ანუ დასტინ პორია, კარგი იქნება რომ დასტინ პორია მოიგებს კარიერის ბოლო ჩხუბს და ლამაზად წავა, მაგრამ გამოვა რომ მაქს ჰოლოვეიმ 3 ჩხუბი წააგო დასტინ პორიესთან. ანუ მეორე ტრილოგიაში იქნება განადგურებული მაქს ჰოლოვეი. მაგრამ თუ მაქს ჰოლოვეიმ მოუგო და გახადა 2-1, ეს იმას ნიშნავს, რომ დასტინ პორიამ კარიერის ბოლო ჩხუბი წააგო და სევდიანი დასასრული იქნება მის კარიერას. ამიტომ გაყოფილია ძალიან ფანების ემოციები ამ ჩხუბში, იმიტომ რომ ბევრს უყვარს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოჩხუბარია, რომელსაც ორივე მოწოს აქედან მაქს ჰოლოვეი და დასტინ პორიეც. და ორივე უნდათ, ერთი უნდათ რომ მაქს ჰოლოვეიმ ერთი მაინც მოუგოს დასტინ პორიეს, რომ 3-0-ზე არ დაჩეს მასთან, მაგრამ ასევე ძალიან უნდათ რომ დასტინ პორიამ მოგებით დაასრულოს კარიერა. დასტინ პორია ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოჩხუბარი, რომელიც ჩემპიონი ვერ გახდა, თუ ყველაზე მაგარი არა. ეხლა მომენტში კიდე ბევრი რაღაც ვერ ვიხსენებ, ბევრი რაღაც იქნება სალაპარაკო. ხამზად ჩიმაევის და დუპლესისის ბრძოლაც ძალიან საინტერესო თემაა და კიდე იქნება ბევრი საინტერესო თემა დარწმუნებული რომ MMA-ის სამყაროში, რომელიც ახლა არ მახსენდება, რადგან დილის 6 იწყება უკვე. ნუ ამ ვიდეოთ რეალურად სხვა ფორმატს ვტესტავ. მაინტერესებს როგორი გამოხმაურება იქნება ვიდეო, სადაც უბრალოდ აი ვსივართ მე და თქვენ და ვსაუბრობთ MMA-ზე. ნუ ამიტომ თლად ესე უენერგიო ვიდეო რო გამოსულიყო. მაგრამ ჩემს ამასაც თავისი ხიბლი აქვს, უბრალოდ როცა განიხილავ რაღაც თემას, რომელიც გაინტერესებს. დარწმუნებული ვარ სხვა თემებთან ერთად. ბევრი რაღაცის თქმა გამომჩა იმ თემებზე, რომ მოგდათ ვისაუბრეთ. მაგრამ არა უშავს, დამიწერეთ კომენტარებში თუ მოგწონთ ეს სტილის ვიდეოები და რა თემები გესიამოვნებათ რომ გამიხილო MMA-ის და კრივის სამყაროში. ეს ისეთი სტილის ვიდეოა, რომელიც რეალურად შემიძლია ყოველ მეორე დღეს დავდო. თქვენ დაწეროთ რაღაც თემები, აქტუალური თემები ან ძველი თემები და მე შემიძლია ერთ დღეს ჩავწერო ვიდეო ამ თემაზე და მეორე დღეს დავდო. ან რაც clickbait სათაური და სასწაული თემიანი ვიდეო, უბრალოდ საუბარი რაღაც თემაზე. ამიტომ სულ ოსიყო დღეისთვის და ალბათ შევხვდებით კიდე ახლო მომავალში. ნახვამდის.